იმ ადამიანებს, ვისაც ნაციონალური მოძრაობის ბოროტებაში ეჭვებარებათ და ვისაც გონიათ, რომ 2008 წლის აგვისტოში მიხეილ სააკაშვილმა რამე საგმირო საქმე ჩაიდინა, აი ასეთმა ადამიანებმა უნდა უყურონ პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას და უნდა მოусმინონ რა პასუხებს ცემენ ამ კომისიაზე დაბარებული გენერლები მათ მიმართ დასმულ კითხვებს. 2008 წლის პროვოკაციის მიზანი იყო ერთადერთი ის, რომ მიხეილ სააკაშვილის პატრონებს გასჩენოდათ, როგორ თქვა, ხელში დაეჭირათ კოზირები რუსეთთან ვაჭრობის დროს და ამისთვის გაიმეტეს ჩვენი ქვეყანა და ამას შეწირეს საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობაც და ჯარისკაცებიც. 2008 წლის პროვოკაციით ერთადერთი ჩვენ ქართველები დავზარალდით, დანარჩენი რუსებმაც გაიმყარა ამ ომის შემდეგ პოზიციები და მიხეილ სააკაშვილის პატრონებმაც რუსეთთან სავაჭროდ გაიმყარეს პოზიციები ჩვენ საქართველოს ხარჯზე. ამ სხდომაზე დაბარებული ყავდათ მაშინდელი გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი გენერალი ზაზა გოგავა, რომელმაც 12 წლის განმავლობაში გაიკეთა თავბრუდამხვევი კარიერა და 12 წლის მანძილზე ეს კაცი აიყვანეს გენერლის ჩინი მიანიჭეს და გახადეს გენერალი. ასე მოკლე დროში რომ გენერალი გახდე, რაღაც განსაკუთრებული სასწაული უნარჩვევებით უნდა გამოირჩეოდე, ამდა შენი ქვეყნის წინაშე უნდა გქონდეს რამე განსაკუთრებული დამსახურება. გენერალი გოგავას შემთხვევაში ვერც ერთს აღმოაჩენთ და ვერც მეორეს. ერთადერთი რის გამოც დაიმსახურა ზაზა გოგავამ გენერლობა, ეს გახლავთ ის, რომ ყურმოჭრილი, მონამორჩილი და ერთგული იყო მისი მაშინდელი მთავარსარდლის მიხეილ სააკაშვილის და მისი მეგობრების ივანე მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის. მხოლოდ ამის გამო დაიმსახურა ამ კაცმა გენერლის წოდება. დანარჩენი რა მოხდა 2008-ში? 2008-ში მოხდა ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა აი ამ პროვოკაციით და ამ პროვოკაციას ანაცვალა მშვიდობიანი მოსახლეობა. გენერალ გოგავას ეკითხებიან თუ რატომ არ გამოიყვანეს მოსახლეობა, ან რატომ არ გააფრთხილეს და ესეთ პასუხს უბრუნებს, რომ ვერ გავაკეთეო და რა ვქნაო. აი წარმოიდგინეთ. განა ვერ გააკეთეს. მე ეს ძალიან კარგად ვიცი იქაური მოსახლეობიდან, ბიზგანაც პირადად, იმიტომ რომ ნამუშევარი მოხს აი მაგ კონფლიქტურ ზონაში და კონფლიქტის ხაზზეც პატრულირებაც ბევრჯერ გამიკეთებია და იქ პოსტებზეც ბევრჯერ მდგარ ვარ და კარგად ვიცი თვითონ მოსახლეობისგან რა ხდებოდა იქ და ასევე ვინც აი ამ 2008 წლის ამ ომში მონაწილეობდა იმ ბიჭებისგანაც ძალიან კარგად ვიცი. როცა ჩვენ დანაყოფებს მიცეს უკან დახევის ბრძანება, იქვე მიაყოლეს ის ბრძანება, რომ მოსახლეობისთვის არ ეთქვათ არაფერი, რომ მოსახლეობა იქ უნდა ჩარჩენილიყო, რომ რაც შეიძლება დიდი მსხვერპლი უნდა ყოფილიყო მშვიდობიან მოსახლეობაში, რომ ეს უკეთესი იქნებოდა მიხეილ სააკაშვილის პატრონებისთვის რუსეთთან ვაჭრობაში. შემდეგ იმ თვალსაზრისით, რომ სათქმელი და სალაპარაკო ექნებოდათ, რომ პუტინმა საქართველოში აი ამდენი მშვიდობიანი მოსახლეობა ხოცა და გაანადგურა. მხოლოდ ამ მიზანს ემსახურებოდა ის, რომ არ მომხდარა მოსახლეობის არც გაფრთხილება და არც მოსახლეობის ევაკუაცია. ჯარის ფუნქცია და როლი რა არის? 2008-ში ჩვენი ჯარები ბოლომდე უნდა მდგარიყვნენ იქ და ბოლომდე რა ვიცი უკანასკნელ სისხლის წვეთამდე და ამოსუნთქვამდე უნდა დაემაგრებინათ პოზიციები, მანამ სანამ მშვიდობიანი მოსახლეობა არ გამოვიდოდა იმ ზონიდან, სადაც ყველაფერი პირისპირ მოხდა.
რა მოხდა? შევარდნენ ცხინვალში, გააგიჟეს ეს რუსები და ოსები და მე გამოვარდნენ უკან და შეატოვეს მშვიდობიანი მოსახლეობა და სწორედ მშვიდობიან მოსახლეობაში უფრო დიდი მსხვერპლი გაჩნდა ვიდრე სამხედრო მოსამსახურეებში და ამ თვალსაზრისით მიხეილ სააკაშვილმა თავის მიზანს მიაღწია გარკვეულწილად. მიაღწია იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ 2008 წლის აგვისტოს პროვოკაციას მშვიდობიანი მოსახლეობა უფრო მეტი ემსხვერპლა და შეეწირა ვიდრე სამხედრო მოსამსახურეები და სწორედ ეს იყო მიხეილ სააკაშვილის მიზანი და ამოცანა და ბატონი გენერალი გოგავაც აი ამ მიზნის და ამოცანის გადაჭრაში ეხმარებოდა თავის მთავარ სარდალს. აი ესენი არიან ნაციონალური მოძრაობის გენერლები და მთავარსარდალი მიხეილ სააკაშვილი. ნაციონალური მოძრაობა კიდევ ერთხელ გავუმეორებ. თავიდან ბოლომდე იყო ბოროტი ბუნების ხელისუფლება და თავიდან ბოლომდე უბედურების მეტი ამ ქვეყნისთვის არაფერი არ მოუტანიათ არც მიხეილ სააკაშვილს და არც მის ხელქვეითებს, არც გენერლებს და არც მინისტრებს და არც უბრალოდ პარლამენტარებს. მე რაქნეს ამ ომის შემდეგ როცა დაიწყო გამოძიება ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა, გიორგი კანდელაკმა, თუ არ ვცდები გვარს ვეღარ ვიხსენებ, დავით რაგვარია, მოკლედ 4 თუ 5 წევრმა ხელი აუწია და ხმა მისცა იმას, რომ თურმე ჩვენ ქართველმა სამხედროებმა ჩაიდინეს ომის დანაშაული 2008-ში და ქართული ოცნების ხელისუფლება რო არ მოსულიყო ხელისუფლებაში, დღეს ჩვენ გვეყოლებოდა ომის დანაშაულისთვის გასამართლებული სამხედროები და ეს არ იქნებოდა არც გენერალი გოგავა და არც მაშინდელი მთავარსარდალი მიხეილ სააკაშვილი. ესენი იქნებოდნენ აი ბატალიონის ხელმძღვანელების და ბრიგადის ხელმძღვანელების დონეზე ადამიანები. აი ამ ადამიანებს წირავდნენ ჯერ სასიკვდილოდ და მერე სიკვდილს ვინც გადაურჩნენ აი ამ ჯარისკაცებს გაწირული ყავდათ სამხედრო ტრიბუნალზე გასამართლებისათვის. აი ეს გახლავთ მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა და გენერალი გოგავა. ეს გენერალი გოგავა ძალიან ხშირად ხმარობდა სიტყვა ტოს ამ სხდომაზე და რაღაცა პარაზიტი სიტყვა ტო და აი ამ სხდომის შემდეგ შეგვიძლია გენერალ ზაზა გოგავას დაუძახოთ ასევე გენერალი ტო. აი გენერალი ტო უფრო მოუხდება გოგავას ვიდრე არ ვიცი, ვიდრე სხვა რამე სახელი. ძალიან საინტერესო სხდომები მიდის და პირველ რიგში ამ სხდომებს უნდა უყურებდნენ ის ადამიანები, ვისაც გონია რომ ნაციონალური მოძრაობა რამე კარგს აკეთებდა ან ამ ქვეყნისთვის და ან ქართველებისთვის. პირველ რიგში აი მაგ ადამიანებმა უნდა უყურონ ამ სხდომებს და უნდა მოისმინონ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების პასუხები კითხვებზე, ვისაც გონია რომ ნაციონალური მოძრაობა იყო ის ძალა, რომელმაც ამ ქვეყანას რამე კარგი მოუტანა.